Ხემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 557 88 55 88. ჩვენი კითხვა დღეს ასეთი იქნება: რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს ქართული ოცნება? საით, რა გზით მიყავთ მათ საქართველო? ეს არის ჩვენი შეკითხვა და ბუნებრივია ბოლოდროინდელ მოვლენებზე და პროცესებზე დაყრდნობით, ამ ყველაფრის ანალიზით გთხოვთ, რომ გავგცეთ პასუხი, რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს სწორედაც რომ ქართული ოცნება და საით მივდივართ, რა გზით. რა არის ეს? მოდით ერთად გავაანალიზოთ, შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. რა გვითხრა საზოგადოებას, ამომრჩეველს, მთელ ქვეყანას, გნებავთ მსოფლიოს დღევანდელმა მმართველმა პარტიამ არჩევნების იმ შედეგებით, რომელიც გამოაქვეყნა და რიგი საარჩევნო ოლქებია ვიმეორებ, სადაც 100% დაიწერეს ხმათა. სინამდვილეში ამომრჩევლის 75% არ მისულა არჩევნებზე და მისული 25%-დან მოხდა ხმების გადანაწილება და მიიღეს მათ ეს 20%, 15% თუ ასე შემდეგ. ანუ რეალურად საზოგადოების უმეტესობამ თქვა, რომ მე არ მივდივარ არჩევნებზე, რომ ხარი დაუჭირო ამ ყველაფერს. პირველი ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ესე ქართული ოცნება რა პოლიტიკას აფერს. ქართული ოცნებას მე ართლი პატრიოტულ ეროვნულ ძალად, ეს არის სიტუაციური მოგებული იდეოლოგია, ვითომ ეროვნული პატრიოტული არის შეურევი ლიბერალები არიან, უბრალოდ ერთი განსხვავებით ნაციონალებს ეზღებოდათ ქართველი ხალხი. ამათ არ ეზღებათ, მაგრამ არ ზრუნავენ. სამშობლოებს მათ ეძახიან, ამათ სუფთა არის. ამისაც მომავალი მიზეზია, ჩამოსვლას არ მოუყვები, მარტო ის რომ ავიღოთ, რომ მიწები ვიზეიყიდება, ქართველობა რა მდგომარეობაშია, როგორც ფერი, მაგას სხვა, არა. გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ეროვნულ ძალთა გაერთიანება. ოღონდ ნამდვილი ისეთი არა, როგორც პატრიოტ ალიას თავაზობს, რომ მე ვარ და შემომიერთით. არა, უნდა ვაღიაროთ, რომ პატრიოტ ალიანსმა ამოწურა თავის შეძლებლობით, ამას ჩვენმაც აჩვენა. თუნდაც რომ ალტიფომ გაჩნდა მეტი ხმა იყო, მეტ მასმედიებს შეხშორის თქვა. ეს მას ნიშნავს, რომ პატრიოტა პარტიები არიან მოგაშლილები და უნდა გაერთიანონ, უნდა გადაშენონ. ეხლა თქვენ გადაცემამდე ალბათ მინდა ინერციას გწმინდა და მაგას ვიგავიგე და გულისხმობდა იმ 100,000 მომიტინგებს, 100,000 მომიტინგი არ ყოფილა, მაქსიმუმ 7,000 იყო და იქ არცერთი არ იყო პატრიოტი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. გასაგებია. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ამ არჩევნებს ბევრმა ბლოგერმა კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ტიპის ან საბჭოთა ტიპის არჩევნები უწოდა. ექსპერტების შეფასებით საარჩევნო უბნებზე მიტანილი ყუთები უკვე იყო პრაქტიკულად 600,000-მდე ხმით გატენილი მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილებული, რა თქმა უნდა ეს. ანუ ყუთები დალუქული იყო, მისი გახსნა და შემოწმება არავის არ შეეძლო, როდესაც ისინი საარჩევნო უბნებზე მიიტანეს, არც დამკვირვებლებს, არც კომისიის წევრებს, პრაქტიკულად ნახევრად სავსე ყუთები მიიტანეს უბნებზე და ამ გზით მოახდინეს, ასე ვთქვათ, იმ შედეგის გამოქვეყნება, რაც დაიწერა. არანაირი 1,5 მილიონი ამომრჩეველი არ ყოფილა არჩევნებზე, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ვინც ვიყავით ხმის მისაცემად, ეს დავინახეთ საკუთარი თვალით. რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს ქართული ოცნება? რა გზით მიყავთ მათ საქართველო? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვები, ჩვენი თემები, როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ქვეყანაში. 7,000 კაცი იყო აქციაზეო თქვენ თქვით და თავისუფლების მოედანზე ბევრად მეტი ადამიანი იყო, ახლა ტყუილს ვიტყვით და გავიმეორებთ ქართული ოცნების პროპაგანდას. ნამდვილად ბევრი ადამიანი იყო 4 ოქტომბერს და ამ 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ეს ზალადობრივი სცენარიც კარგად დაგეგმილი, კარგად შენიღბული მოქმედება იყო ქართული ოცნებისა, რომელმაც დადგა და დაგეგმა ეს ყველაფერი. იმისთვის რომ გადაეფარა არჩევნები, ზუსტად 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო მთელი ეს მოქმედებები და დავიღალეთ ყველანი ამ სუსის მიერ კარგად დადგმული სპექტაკლების დაჯერებით. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და კარგად ჩანს რა არის სიმართლე და რა ტყუილი. მორიგი ზარია, გისმენთ? იცით რა არის? თქვენ ისედაც გიხარია, ეს კითხია უთანასწორო და იმ
დიდი მადლობა ქალბატონო, ჩვენ თემებზე რა სიტყვით, მე ვის უთანაგრძნობ, ჩემი საქმეა, არავის არ უთანაგრძნობ, მე ჩემი ქვეყნის გარდა. თქვენ რა სიტყვით ჩვენს კითხვაზე, საით მიყავს ქართულ ოცნებას დღეს ქვეყანა? და თქვენ რომ თქვენი ქვეყნის გარდა, თქვენ რატო გონიათ, რომ მე არ ვფიქრობ ჩემ ქვეყანაზე. გუში რაც ინაშვილმა ილაპარაკა CS:GO-ს. ირმა ინაშვილზე კი არ ვსაუბრობთ, ჩვენ ქართულ ოცნებაზე ვსაუბრობთ, საით მიყავთ მათ ქვეყანა? CS:GO-ს ადგილზე რო იყო. დიდი მადლობა ზარისთვის, გასაგებია, ახლა ირმა ინაშვილის განცხადებების შეფასება, როდესაც იქნება გადაცემაში, მაშინ დარეკეთ და შეაფასეთ ქალბატონი ირმას გამოსვლები. მეც უსმინე ამ წინა გადაცემას და ყველა სიტყვა რაც მამბრძანა არის სიმართლე. მორიგი ზარია გისმენთ? გამარჯობა დიახ. გამარჯობა. მე ძალიან მიყვარს თქვენი ობიექტივი. დიახ, მადლობა. მართლაც სიმაგრის ობიექტივი. ეხლა ისე გული დამწრა, ფილკვდარი დედა ვარ, და მყავს ერთი შვილი. გებიცები თქვენ მოგეცით ხმა ძალიან ბევრი. თითქმის 80% თქვენზე ლაპარაკობდა. რატომ არ დაყოფილიყავთ ეხლა თქვენ პირველ ადგილზე? მე ძალიან მიყვარდა. რო გირეკავს ვიღაცა აგერ გვერდზე რომ ისაო უძგებია რა უგავსოთ ეს ჩვენ უცდება რა გავიქეთ 13 წელს სახელმწიფოს ელსახურებოდით რო იყო ბასკი მუშაობდი ცხოვრება კარგად იყო ხალხი ცხოვრობდა ეხლა რა ვქოროს ხალხი ის დღეს ბანკში ვიყავი ილიაშვილო ეს ფილმები და დაგანახა რა სასწაულები არიან ჩემ ბავშვობაში პენსიონები იყვნენ რაღაც მომხმარეები დაუსებული სახეები აქვს შეგეცოდება ისი არის გებიცებით ფილმს რა არის ეს სახელმწიფოა დიდი მადლობა ოქილარი რა არის იმია ოქილარი ფილმი არ არის კი მადლობა თვითონ მოიხმარებენ ამ პენსიას მადლობთ ზარისთვის ქალბატონო ჩვენ ქართული ოცნება გვთავაზობთ ერთპარტიულ პარლამენტს გვთავაზობს ერთპარტიულ საკრებულოებს რაიონების დიდ ნაწილში აი 100% როგორ აქვთ მიღებული ეს მხოლოდ ნაწილია თორემ ბევრგან იყო კანდიდატებს ეშინოდათ საკუთარი თავის წამოყენება არჩევნებზე მასიური შიში იყო წინა საარჩევნოდ და 100% ასე გაინაწილა ქართულმა ოცნებამ ხალხის პრობლემები არ მაინტერესებსო ღიად გვითხრეს ანუ საკრებულოში რომ ჯანსაღი პატრიოტული ოპოზიცია იყოს არ გვინდაო რომელიც გაიტანს საზოგადოების გასაჭირსო მარტო მე ვარო ვუკლავ პერსპექტივას ახალგაზრდებსო ამ ქვეყნისა ვუკლავ პერსპექტივას და ცხოვრების შესაძლებლობას პენსიონერებსო რომელსაც ოცლარს ვუმატებო მარტო მე ვარ ჩემია ეს ქვეყანაო აი ეს თქვეს ამ არჩევნებით და ეს არჩევნებიც იყო საბჭოთა სტილის არჩევნები, ხომ? ერთი კანდიდატი, ერთი პარტია თითქმის ასე გამოვიდა. მოსახლეობის 75% არ მივიდა არჩევნებზე და იმ მისული 25%-დან გადაინაწილეს ეს 100% და რეალურად თბილისში ავირჩიეთ მერი, რომელსაც თავიანთივე შედეგებითაც კი მოსახლეობის 20% უჭერს მხარს. რეალური მონაცემები ალბათ უფრო დაბალია. ზარია ეთერში გისმენთ? ბატონო ილია ეს ვერა რომ დაყავდა არჩევნები მაგრამ თუ როლანდო თუ დავამტკიცე ამით რეიტინგი მოწარგავთ რამბოლენდო მოდით მტკიცებულებაზე აი ღიად რაც ჩანს ყველაფერი მოსახლეობა არ მისულ არჩევნებზე ჩვენ ყველანი საარჩევნო უბნებზე ვიყავით და არ იყო იქ რიგები ხომ ასეა ეს ფაქტია უკვე და ამ ვითარებაში რომ გვეუბნებიან 1.5 მილიონი ადამიანი იყო მისულიო ეს ხომ ტყუილია 1.5 მილიონი ადამიანი რომ მისულიყო ამას მნიშვნელოვანი რიგები უნდა გამოეწვია და ასეთი რიგები არ გვინახავს აი ეს არის მტკიცებულება რაც უკვე ზედაპირზეა ჩემო ბატონო 5-5-7-88-55-98 რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს ქართული ოცნება საით მიყავთ მათ საქართველოს რა გზით რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა თვითმყოფადობის ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება მაგრამ ესეც ნიღაბია რასაც ქართული ოცნება აპელირებს საქმით არაფერი არ კეთდება სიტყვებით კი და ამ დროს საერთაშორისო იზოლაციის გზითაც მივდივართ ქვეყანა ჩაკეტვის საფრთხის პირას არის ვინც ყოფილა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო წლების განმავლობაში და შეხედავს რა რეისები სრულდება თბილისიდან ეგ გაოცებული დარჩებით
პრაქტიკულად მსოფლიოს ისეთი ქვეყნები, სადაც ასპარეზი გახსნილია, სადაც ეკონომიკური წარმატებაა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, მათთან ფრენები თითქმის აღარ არსებობს. რუსეთი, სომხეთი, ირანი, ჩინეთი, საუდის არაბეთი და არაბული სხვა ქვეყნები აი აქეთკენ მივდივართ. ინდოეთი მათ შორის, ინდოეთისკენ გახსნილია არაერთი რეისი უკვე პირდაპირ. კარგია, რატომაც არა, მაგრამ ჩვენ სოფლიოს სხვა ნაწილიც გვაინტერესებს, ჩაკეტო არ გვინდა და არაფრით არ ვართ დაინტერესებული, რომ ინდოეთთან იყოს უვიზო მიმოსვლა და გაივსოს ეს ქვეყანა ინდოელებით. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ერს პატივს ვცემ ძალიან დიდი კულტურის ერია, მაგრამ საქართველოში არ უნდა იყოს ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა, გამარჯობა, გისმენთ? როგორ მთავრდებით? დიდი მადლობა, თქვენ როგორ გიკითხოთ? კარგად, მადლობთ. ვიყავის 5 კაცმა მივეცეთ ხმა ჩემი ოჯახიდან. დიახ. სიცხილია. ერთხელ დავრეკე თქვენ ტელევიზიაში და უთხარი რომ ძალიან ცუდად დაამთავრებს მეთქი თქვენ მოღვაწეობას აქა. ძალიან ცუდად და ქართული ხალხი არ დაუშვებს ამას. ეგეუნები თქვენ რომ გააგრძელეთ ბრძოლა. ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამიტომ არ დაღაროთ თარხმალი. და გეტყვით რომ ყველაფერი თქვენთან ამაზე კარგად იყავ. მადლობა ამ სიტყვებისთვის, მადლობა მაყურებელს და რადიომსმენელს, რომ ამ мотиваციის არ დაკარგვაში თქვენც მონაწილეობთ ამ გადაცემებში, რომ არც თქვენ დაკარგეთ ეს мотиваცია და არც ჩვენ დავკარგეთ და ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ვამხნევებთ კიდევაც ამ ძიმე ვითარებაში, რაც ქვეყანაში დადგა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არ ჩაუქნევია ხელი ბრძოლაზე, მოქმედებაზე, არც ჩვენს მაყურებელს, არც ჩვენს მხარდამჭერებს არ დაუკარგავთ ბრძოლის სურვილი, პირიქით, უფრო გაბრაზდა ბევრი ამ უსამართლობას რომ ხედავს. და ამისთვის მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. გამარჯობა. რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს დღევანდელი ქართული ოცნება, ხელისუფლება და საით მივყავართ მათ? რა ტიპის და ჩვენი ეს თავრობა და ხელისუფლება გვთავაზობს როგორც ბატონი დავითი ლაპარაკობს ფეოდალური წყობილებას. ეს ნაღდად ჩანს, ნაღდად ეს ვინ ცოტა აზროვნებს, უნდა მიხვდეს რომ ეს ასე იქნება და ასე არის. მე მაგალითად 11 საათი იქნებოდა რომ მივედი საარჩევნო პუნქტში. დიახ. მე მანქანით მივედი და ბიჭო ხედავ არავინ არ არის. ბიჭო მე ბიჭო ხო არ შემეშალა მეთქი. 1-5 წუთი მანქანაში ვიყავ. უყურებ არ მოდის ვინმე, არ სიგინდა ვინმე არ გამოდის. მე ვქნა ჩავალ ერთი კარები გიყო ღიად. შევხედე ეს რა ხდება მეთქი. მივედი და თვითონ ეს ხალხი სინამდვილეში იყოფილა ეს პუნქტი საარჩევნო. მივედი და რა თქმა უნდა მიმიღეს რაღაცა გამოვედი 1-5 წუთი კიდე მე ვქნა რატო არ მოდის ეს ხალხი მეთქი და გარეთ ვიყავ კიდე 10 შვილი არ მოსულა. ამიჯერ ერთგაცო ეს ზოგიერთი რო ლაპარაკობს ეს გამოსვლები რო ასეო ისეო იგი რას ამბობ კაცო რა თუნდა ბიჭო მიზეზი აქ აუნეძიოს პატრიოტ ალიანსში იქედია დიდი მიზეზები იქ და მე ყველას ესე იგი მოუწოდებ იმას რომ ცოტა ხილად იყავით თქვენი თავი თქვენი ოჯახი და შვილები და შვილიშვილები თუ გიყვართ არ უნდა ხალე რაღაცა ვითომ რაღაცას ამბობ და მიზეზს ახულობ და ესო ასე რაფერ არისო თქვენ ლოცვილებო ვერ ხედავთ რა ხდება ქვეყანაზე დიახ მადლობა თქვენ საკუთარ სინდისთან უნდა იყოს ადამიანი მართალი იმის გამო კი არა რომ მისი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი რომელიმე საჯარო სამსახურში მუშაობს და ეშინია რომ ის არ გამოუშვენ სამსახურიდან და ამიტომ იჯერებს ყველაფერს. ამიტომ ხარს უჭერს უსამართლობას. არა, საკუთარ სინდისთან თუ არა ხარ მართალი, მაშინ ვერაზროს იქნები მართალი მინდა ვთქვა. ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ ყველაფერი კარგად არისო, ბედნიერები ვართო და ეს უნდა დავიჯეროთ თურმე. ხომ? აი ასეთი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეის რომელიღაც
კლიპია ახლა ეს როგორი ბედნიერია ტელეწამყვანები არიან ახლა ჩანან ბედნიერები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ყველა გახარებულია არადა ჩრდილოეთ კორეაში ვიცით რომ მასიური შიმშილობაა ძალიან ძიმედ ცხოვრობს ხალხი მაგრამ ყველა ბედნიერია ვიდეო რგოლებში არჩევნები ტარდება და 100%-ით იგებს კიმ ჩენ ინი რაღაცით მაგონებს ეს ვითარება საქართველოში არსებულ მდგომარეობას საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ერთი კანდიდატი იყო მარტო და იმ ერთმა კანდიდატმა 100%-ით გაიმარჯვა. კანდიდატებს შიში ჰქონდათ საკუთარი თავის წამოყენებისა. ეშინოდა ყველას. პატრიოტთა ალიანს რამდენიმე საარჩევნო ოლქში სია დაურღვიეს, იმიტომ რომ უკვე შედგენილი, უკვე შეტანილი სიებიდან ხალხი გამოდიოდა, იმიტომ რომ ეშინოდა. მასიურად, რა თქმა უნდა, ეს ვერ შეძლეს, მაგრამ იყო ეს ძალიან დიდი დოზით, მნიშვნელოვანი დოზით ეს შიში. და ახლაც არის. და მომავალი პერიოდიც ალბათ იქნება. დაბრუნდა ის შიშის პერიოდი, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს ტრაგედია ამ ქვეყნისთვის. რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ზარია ეთერში ობიექტივი გისმენთ. ილია, შუადღემშვიდობისა შვილო. შუადღემშვიდობისა, ქალბატონო. იცი რა არის შვილო? ეს მთავრობა ისი არის აჟიტირებული თავიანთი ყოფნით, ცხოვრებით, ფუფუნებით, რომ აღარ უნდა წასვლა კაცო. ამბობენ თურმე რომ აგერ თავპირის თქმით მიდიოდა ხალხი რომ ოცნებით მიეცათ ხმა. რატომ უნდა მიეცათ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ ბრუნდება. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ ან რადიოს ხო? მაგშვილო გამორთული. ხოდა რადიოს ხმა ბრუნდება. ხმა მეტი ვეკითხები თავობას. აი მიწები იყიდება. კორუფცია ყვავი, სიღარიბე ყვავი, პენსიებს არ არიგებენ, პენსიონერებს ყოფენ, 70-მდე პენსიონერებს ყოფენ, სოციალურებს არ არიგებენ პენსიას. ყველაფერი ძვირია მაღაზიებში, ბაზარში, აფთიაქებში. რითი მოსწონდათ ეთი ამხარ. ეს არის წყვილი და კიდევ წყვილი, ეს თავრობა თვითონ იჭერს თავისას. თვითონ იწერს წინასწარ პროცედურას და იცის რამდენი უნდა აიყოს და წინასწარად აცხადებს. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ეს რასაც აკეთებენ პრაქტიკულად არის ადამიანისთვის ფიზიკური გაქრობის პერსპექტივა შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ზოგიერთმა კანდიდატმა, ვისაც გამოცდილება არ აქვს ამ ბრძოლისა, შეიძლება ნახოს ეს უსამართლობა და მოკვდეს ადამიანი. საერთოდ მოკვდეს ადამიანი, ისეთები გაუკეთეს რაიონებში და რეგიონებში კანდიდატებს, ვისაც მთელი ქვეყნის ქალაქის ან რაიონის მხარდაჭერა ჰქონდა, ისეთ ადამიანებს წააგებინეს და მაგალითად ხაშურში ჩვენ ვნახეთ, რომ ვიღაცა სულ სხვა რაიონიდან ჩამოსული პიროვნება ხაშურში გაიყვანეს მერად და იქ ვინც იყო მეორე კანდიდატი დამოუკიდებელი, იმას დაუწერეს უფრო დაბალი პროცენტი. აი ასეთ უსამართლობებს რომ კაცი ხედავს, შეიძლება გული შეტევა დაემართოს. მაგრამ ჩვენ გუნდს ეს არ ეხება, ჩვენ მრავალი ბრძოლისთვის გაგვიძლია და პირიქით კიდევ მეტი ბრძოლისთვის ვართ მზად. ხელისუფლებამ ვერ გათვალა ის, რომ ჩვენ დიდი იმუნიტეტი გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ. დიდი ბრძოლა გვაქვს გამოვლილი. ყველას, თითოეულს, ვინც აქ არის და ვინც აქ ჩვენი წევრია. ამიტომ ობიექტივს ვერ გააქრობთ. ვერც პატრიოტულ გუნდებს გააქრობთ, არაფერი არ გამოგივათ, პირიქით. მრავლად გვინახავს 100%-ით გამარჯვებული კანდიდატები და პარტიები, როგორ დაეცნენ სულ რაღაც მცირე პერიოდში 0%-მდე. და ამის ბრწყინვალე მაგალითია საბჭოთა კავშირი. როგორ გაქრა საბჭოთა კავშირი ზუსტად ერთ არჩევნებში საქართველოში. რომელიც უფრო ადრე წინა არჩევნებზე აბრახუნებდა, რომ 100% გვაქვს და ყველგან ჩვენ ვართ 100%-ით გამარჯვებულიო. ზარია ეთერში რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს ქართული ოცნება? შუადღესვიდობისა, ბატონო ილია, ისმის ჩემი ხმა? ისმის თქვენი ხმა? ხო, იცი ბატონო ილია, ეგ სოციოპატ კობახი რო ეგრე უპირისპირდება ამერიკას. მაგისი საშუალება არ არის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას როცნოს, თუ პალესტინის დამოუკიდებლობას ცნეს, აფხაზეთის არ ცნობენ.
ეგეთი დაპირისპირება შეიძლება ამ სოციოპატ ფსიქიატრში თვითონაა მოთავსებელი და სხვისათვის აშენებს ფსიქიატრულ ბოდიში აღებულ მაპატიეთ ბატონოიდია. დიდი მადლობა ბატონო თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის რაღაცნაირად პოპულარული გახდა მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც ხუმრობა ამ ფსიქიატრიულ თემაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა უდიდესი გამოწვევაა და უდიდესი განსაცდელია ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილისა ამ ქვეყანაშიც და მთელს მსოფლიოშიც. აბა ერთი წუთით წარმოიდგინონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პიროვნება, როდესაც არის ოჯახში შენთან, თქვათ, რამხელა სტრესს გადიხარ და ისე სახუმარო თემად გადააქციეს ეს რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ის გიჟია და ასე ტერმინებს ხმარობენ. ავაშენოთ თბილისში ფსიქიატრიული კლინიკები და ასე შემდეგ ამას ხუმრობით ამბობენ, თორემ სერიოზულად მართლა ასაშენებელია მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი საქართველოში. რა გზას გადიან ოჯახები, რომელშიც ეს პრობლემა იჩენს თავს, ვერავის ვერ წარმოუდგენია, სანამ თავად არ შეეხება ეს საკითხი. ზარია ეთერში, რა გზით მივყავართ ქართულ ოცნებას, საით მიდის ქვეყანა თქვენი აზრით? მოგესალმები ილია. მოგესალმებით. მომისმინე ახლა მე ჩემ აზრს გამოვხატ. მათონურ ფაშისტურ ევროპასთან ურთიერთობა ნამდვილად არ მისცა და არც მიოცნებები არასოდეს დღეს ნამდვილად ფაშისტური ევროპა გახლავთ. მათონურ ფაშისტური, მაგრამ მე ჩემი ქვეყანა მინდა ვიხილო ნეიტრალური ნორმალურ ქვეყნებთან ურთიერთობაში და არა მათონებთან და ფაშისტებთან შვილო და მინდა ვიხილო აყვავებული და ყველა ხალხი აღარ იყოს ყუთებში თანაგვეკუთებში თავჩაყუდებული და ყველა იყოს ბედნიერი და ყველა იყოს კმაყოფილი. აქედან გამომდინარე ეხლა ფასებას ძალიან აიწია შევედი მე მაღაზიებში კატასტროფული ფასებია და ივანიშვილო შენ თავს დააბრალე ეხლა ყველა პენსიონერი დავდგებით შენი სახლის წინ და გაგვეთი პასუხი სადამდე შეიძლება ხალხის მასხარა დაგდება. მადლობა მოსმენისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. ამარჩევნებზე მოსახლეობის 75% არ მივიდა, უპრეცედენტოდ დაბალი იყო აქტივობა და მისული 25%-დან არის ეს რომ გადაინაწილეს თავიანთი მანდატები და შემოგთავაზეს ერთპარტიული საკრებულო, პრაქტიკულად ერთპარტიული, იმიტომ რომ რიგი საარჩევნო ოლქებია და რაიონები, სადაც ერთპარტიული იქნება საკრებულო, ერთპარტიული გამარჯვებით მოვიდნენ ისინი. ასე რომ 75% ჩვენი ამომრჩევლისა ამბობს თავისი ამ მიუსვლელობით არჩევნებზე, რომ არ მომწონს ეს ყველაფერი, არ მომწონს ეს ვითარება, რაც ქვეყანაშია და ნიჰილისტურად არის განწყობილი. სწორედ ეს 75% მოსახლეობისა უნდა მივიდეს არჩევნებზე იქნება თუ რაღაც ბრძოლაში ჩაერთოს უნდა. მოგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ, რაღაც საშინელებისკენ მიდის ეს ქვეყანა. იმ დიქტატურისკენ მიდის, რასაც ჩვენ წინა რეჟიმის დროს სიცოცხლის რისკის ფასად ვებრძოდით. აი ეს საქართველო ჩვენ არ გვინდოდა, ამიტომ არ გვიბრძოლია რომ ეს მიგვეღო. ჩრდილოეთ კორეის მისაღებად არ გვიბრძოლია. არც მე, არც ამ გუნდს და არც ამ არხის მაყურებლებს და რადიომსმენელებს. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? უკაცრავად. უკაცრავად. თქვენ არ იყავით იმაში ფანჩატურში რო იწექი? არასდროს არ ყოფილა ეს. ვაიმე. არასდროს არ ყოფილა. არასდროს. კატეგორიულად სრული სიცრუეა. თქვენზე კი არ მომოგ. არც პატრიოტთა ალიანსი, ირმა ინაშვილი არასდროს არ ყოფილა ფანჩატურში. არასდროს. და არც პატრიოტთა ალიანსი. იცი რა, მე რო არ მენახა ჩემი თვალით. ვერ ნახავდით, რაც არ ყოფილა იმას ვერ ნახავდით. კარგით, მადლობა ზარისთვის ქალბატონო. 557-98-55-98. რა გზით მიდის ქვეყანა, როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ქვეყანაში? მივდივართ იმ გზით, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი გვყავს
თითქმის ერთპარტიული საკრებულო ყავს, ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო მე ვარ, ჩემია ეს ქვეყანა, მარტო მე რასაც ვიტყვი ის იქნება, სასამართლო ჩემია, ბიზნესი ჩემია, მერიები, საკრებულოები, პარლამენტი, ყველა უწყება და სტრუქტურა ჩემია, ერთპიროვნულად ვმართავ ქვეყანას, საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის ჩვენი საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა თვითმყოფადობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება, საერთაშორისო ჩაკეტვას და იზოლაციას ვერანაირად ვერ მივესალმებით. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი, არჩევნები ტარდება რატომ? მოსახლეობა ირჩევს პარტიას, რომელიც პირდება უკეთეს პირობებს. დიახ. და ამიტომ შექმნებული ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო უყვარს, აწვდის იმ პარტიას ხმას. დიახ. ეხლა მე მინდა იმ ვის 46 გააფერადა. იმათ კითხო. აი დაგნენ სარკესთან და ჩაიხედან. რა შექმნიდა? ქართული ოცნება. დაწყებული საწამის პასის დაკლებიდან ვერ ჩამოწრი იმდენი რამე შექმნიდა ქარხნებს და სამედიცინოს და იმას თავი გავანებოთ და ის ბატონი რომ ლაპარაკობდა უნდა ცოტა იუმორით თქვა ალავისა დაჭირდება სალვაკარი გლუკმო პოლიციონა შუყელა შამ დავაშაქმებ დავიდა წლები და თოხია იღე ხელში და წადი თოხნე გერმანიაშიო ამიტომ მე აპოლიტიკური ვარ მაგრამ მაინც ხოცებო თუ ვიცახართ აი ვის ყოველდღე იყიდებით 5 კილო კარტოფილზე თუ შვილები რო ყავთ დასაქმებულები და იმათი ხათრით თუ იმათი შიშით რომ სასახუდან არ გამოაგდონ და ხმას აძლევ კიდევ გეკითხებით რა გააკეთა ჯარიმები გაუქმა კი არა გააქმაგა და გაასმაგა კალაზე 10 ლარიანი სიტი პარკი გააგდო და 100 ლარი გამიხადრე აი რა გაიართა დაწყებული სამლიდან შედით ნებისმიერ აფერში სამაზე არ არის საუბარი სამაზე არ არის ნებისმიერი ოთრი გინა ნებისმიერ აფერში PSP-დან დაწყებული წარმატებულად დაწყებული პატარა ბოთლი ვაფშე წყალი დაალევინო შუშის ბოთლია საუბარი ორმონდა ვალარიხის თულიკვები შეგზანდით კოცებო ორსარ ვალარია ყველაზე დაბალ პასიანი შუშის პატარა ბოთლი თავის სოსკიტრო ვაფშე დაალევინო საუბარია 2-3 თვის ბავშვები ეხლა დაბალი მადლობა ხარიათ რა მოგწონთ დიახ გეთანხმებით იმაში რომ ყველაფერი ცუდად არის მაგრამ გვეუბნებიან უნდა იზეიმოთ და გიხაროდეთო აი ასეთია მოცემულობა ვითომ ჩვენ საზოგადოების წევრებს ცუდის და კარგის სიმართლის და ტყუილის გარჩევა ერთმანეთისგან არ შეგვიძლია ძალიან კარგად შეგვიძლია ტყუილის და სიმართლის გარჩევა ერთმანეთისგან ქართული ოცნების ზოგიერთი მომხრე შემხვდა მე და ვკითხე მოგეწონათ მეთქი 100% რომ მიიღო ქართულმა ოცნებამ და 97 ზოგან და მთლიანობაში 80 თუ 81 დაიწერეს საქართველოში მეთქი არაო არ მოგვეწონაო ამდენი პროცენტი ალბათ არ გქონდაო მაგრამ აბა თქვენო სახელმწიფო გადატრიალება გინდოდათო და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრაო აი რა გააკეთა სუსის მიერ ლამაზად დადგმული ცბიერად შენიღბული სცენარებით მიდის ეს ქვეყანა როგორც არჩევნები ასევე ეს ვითომ გადატრიალების ფაქტიც რომელმაც ყველაფერი გადაფარა ასე ვთქვათ 80 და 100%-ით ქართული ოცნების ვითომ გამარჯვება გადაფარა ამ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის ინციდენტმა თუ რაც იყო ესეც მათი დადგმულია ესეც მათი გაკეთებულია ასეთ ეჭვებს ჩემთან ერთად ბევრი ექსპერტი წერს სხვათაშორის სოციალურ ქსელებში და ბევრი ექსპერტი იმასაც წერს რომ ნახევრად სავსე საარჩევნო ყუთები მიიტანეს არჩევნებზე უკვე ანუ ჩაყრილი იყო უკვე იქ ხმები დალუქულია ეს საარჩევნო ყუთი გამჭვირვალეც აღარ არის უკვე დიდი ხანია და ნახევრად სავსე ყუთები მიუტანიათ ამას წერენ ინტერნეტში ექსპერტები სფეროს სპეციალისტები არ გაახსნევინესო დამკვირვებლებს ყუთები ვიდრე საღამოს 8 საათი არ დადგა რომ მიიტანეს ვერავინ ვერ შეამოწმა იქ რაიდო ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა წლევანდელი არჩევნები გახდათ ყველაზე დიდი კაკემასხვრობა რაც გაიარეს დღემდე არჩევნების ტიპი გახდათ კომუნისტური
ანუ ეს პარტიული. ეს გამოიხატე ბიულეტენებზე იმით, რომ მეორე გრაფი დასაერთოდ სამი გრაფი შესწებას კომისიის წევრები ამაუდებულებდნენ ამ მომრჩევლებს. ამიტომ ავტომატურად გავიდა 41 ნომერი. გარდა ამისა, მიცვალებულები დიპლომატები. საით მივყავართ ამ წყობას სატანიზმის. ეს იმიტომ გავასღერო, რომ მათი დადგმული, ეგრეთ წოდებული დაჭერებები გადაფარეს თავიანთი საარჩევნო ნამოქმედარი. აციკი ამ ახალი ნამოქმედარი გადაფარებულ ყველაზე მთავარ ჯანმოც გადაწყვეტილებებს მიღებას და ელექტრონული ფულის სასწრაფო შემოდინებას. პატრიოტთა ალიანსის ეგრეთ წოდებული დამარცხების ხალხს აჩვენებს, რათა არა წამოწივწივდნენ ის. ამიტომ არავითარი უკან დახევა. ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლა. დიდი მადლობა ქალბატონო, ჩანს ამ ეთერში мотивация ბრძოლის სურვილი არ დაუკარგავს არც ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს და არც ჩვენ დაგვიკარგავს, პირიქით უფრო მეტისთვის უნდა მოვემზადოთ, უფრო სხვადასხვა მეთოდები ჩავერთოთ ამ ბრძოლაში, ასე რომ არ შეიძლება რაც დღეს ხდება წაყრუებული იქნეს. კიდევ ერთ კითხვას დავამატებდი, 100%-ით არჩევნებში ეგრეთ წოდებული გამარჯვება რა სტილია თქვენი აზრით? ამით რას გვეუბნებიან? საით მიდის ქვეყანა, საით მივყავართ დღევანდელ მართველ გუნდს? ეს ჩვენი შეკითხვებია დღეს. მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს უკვე ვუსმენთ ეთერში. გამარჯობა. ალო. გამარჯობა, გისმენთ? მე ახლა გირეკავთ სახლის ტელეფონით. დიახ. ბატონო, თქვენი გვარდასახელი დამავიწყდა, ჩაჩიბაია, ხო? დიახ, ილია. ჩაჩიბაია მზადებით, ხო? კი ბატონო, ილია ჩაჩიბაია. არა ნაკლები, ძალიან კაი ობიექტივი გვიყვარდა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ არა ნაკლები ხართ ნაცებთან შედარებით კიდევა. როგორ შეიძლება როგორ გიყვარდა თქვენ არტია და დღეს გამომსვლელები და თქვენ ილანძრები და ითაფხებით ოცნებაზე არ არის ლამაზი ეგეთ არ თქვენგან და არ ხალხისგან სიცხილი იმ ხალხს ვის აძლევს ხმარ და ყერსი ამოუყანა ამ ხალხს არა. კარგით, ქალბატონო, მადლობა, მესმის თქვენი სათქმელი, თქვენ ბრძანდებით როგორც ჩანს ქართული ოცნების მხარდამჭერი, თქვენი პოზიცია მიღებულია და აქვე იმას შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ლიდერების 95% ნაციონალური მოძრაობიდან და NGO სექტორიდან არის მოსული, სოროსის ფონდიდან დაწყებული სხვადასხვა ასეთ მიუღებელი ტიპის არასამთავრობოებიდან არიან ისინი მოსული და როგორც ჩანს მათით მოხიბლული ხართ და პატრიოტთა ალიანსი თუ ობიექტივი, როდესაც ამბობს რომ ეს რაც ქვეყანაში ხდება არის ძალიან ცუდი გზა, ეს უკვე ნაცობად მიგაჩნიათ და ეს ცუდი რამ ხდება, რომ თუ შენ რაღაცაში არ ეთანხმები ქართულ ოცნებას, ნაცი ხარო გეუბნე. არა, ჩვენ პატრიოტები ვართ. არც ნაცი გვინდა, არც ოცნება. არც ერთი არ გვინდა. იმიტომ რომ ორივე ბოროტებაა და ორივე ცუდია უკვე. ერთმანეთს გაუტოლდნენ. ზარია, გამარჯობა. დიახ. არის ძალიან ტელევიზორს მაგ გამოურთეთ, გთხოვთ. როიზახი. ტელევიზორს მაგ გამოურთეთ. კარგით, ნუ ასეთ ვერ შედგება კომუნიკაცია. ტელევიზორს ხმას თუ არ გამოურთავთ ბოლომდე, უბრალოდ ვერ გავიგებთ ერთმანეთის საუბარს. რა ტიპის ქვეყანას გვთავაზობს ქართული ოცნება? საით მივდივართ, რა გზას გვთავაზობს დღევანდელი მართველი გუნდი? როგორ აფასებთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს? მოგწონთ თუ არა ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული საკრებულო, ქვეყნის ერთპარტიული და ასე ვთქვათ, ერთი კაცის მიერ მართვა მხოლოდ. ხალხის პრობლემები არ გვაინტერესებსო რომ ამბობენ, მოგწონთ ეს? ანუ ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიცია არ გვინდაო, ჩვენ ვართ მარტო
მოგწონთ ეს, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის დასამარცხებლად. ესეც ერთ-ერთი ქვეკითხვაა ჩვენი საუბრისა და საინტერესოა რა სიტყვით არჩევნებზე. იყო თუ არა ეს ისეთი არჩევნები, რისთვისაც ჩემმა თაობამ, უფროსი თაობის წარმომადგენლების თაობამ იბრძოლა, საკუთარი თავი გადადო და ამ გუნდის წევრებმა სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხეს ის, რომ დაემარცხებინათ ის წინა რეჟიმი, რომელიც ამას აკეთებდა და დღეს ყველაფერი იგივე ხდება, იგივე მეორდება. ერთადერთი გამონაკლისია, რომ ხელკეტით არ აუპატიურებენ პატიმრებს. მეტი სხვა დარგებში გადაუსწრეს კიდევაც. რაღაც ფეოდალებად გადაიქცნენ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ, რასაც ვიტყვით, მარტო ის იქნებოდა და თქვენ ყველანი ხართ ჩვენი მონები. უნდა გადაიხადოთ ეს გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი ფასები. პენსიას თქვენ 20 ლარით მოგიმატებთ, ჩვენ 1500 ლარს მოვიმატებთ ხელფასს. ამას ვიტყვით, ასე იქნება, თქვენ კი უნდა შეეგუოთ და იყოთ ბედნიერი ამ უბედურებით. ამას გვეუბნებიან. ვითომ ჩვენ საზოგადოებას ახლა გვჯეროდეს ამ პროპაგანდის, რაც ტელეეთერიდან მიდის ხოლმე. კარგის და ცუდის გარჩევა ძალიან კარგად შეუძლია ჩვენს ბრძენ საზოგადოებას და 75% ხალხის არ მივიდა ამ არჩევნებზე. და სწორედ ამ ხალხმა უნდა არ ვიცი სიტყვებს ვერ პოულობ, გვერდში დაგვიდგნენ, დაგვეხმარონ რაღაცაში ამ დუმილით, ბოროტება ღვივდება უფრო და უფრო მეტად ქვეყანაში. ამიტომ მოგვეშველეთ ამ 75%-ს მივმართავ, ვინც არ მივიდა არჩევნებზე. დაგვეხმარეთ. საზოგადოებას ვეუბნები. არ დაგვტოვოთ ამ ბოროტების პირისპირ, გამბედაობა, თქვენც გამოიჩინეთ ჩვენთან ერთად. ახლა მე ამ ეთერში, რასაც ვლაპარაკობ, ეს დღეს ისეთი საუბარია, რომ შეიძლება ამის გამო დამხვდნენ ტელევიზიის კარებთან და დამაკავონ დღეს. მაგრამ არ მეშინია. მრავალი წელია მე ამ ბრძოლაში ვარ, ამ გუნდთან ერთად და საერთოდ ჩვენს მაყურებლებთან და რადიო მსმენელებთან ერთად. ბოდიშით ემოციისთვის მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ილია. დიახ. ბატონო ილია, იცით რა არის? აი ეს ოპოზიცია, რომელიც ეხლა ანგრევდა და ლეწავდა და პოლიციელებს რო კლავდა და ხოცავდა და ბავშვებს რო მოუწოდებდა, რომ პოლიციელები მოეკლა და ქვებს ესროდნენ, ხო? აი თვითონ მოიქცენ ბატონო ილია, ძალიან ცუდად. მე ნამდვილად არ მინდოდა რომ ოცნებისთვის მიმეცა და დამეჭირა. მხარი საერთოდ არ მივდიოდი, მაგრამ რაც დავინახე 6 საათზე რა ხდებოდა. გავიქეცი შიშით, არ გიმალავთ. მე ყოველთვის თქვენი მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ ისე შემეშინდა, მეთქი ესენი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხლა ხელისუფლება როგორ გაცემდა ისეთ ბრძანებას, რომ პოლიციელები 30 წლის ბიჭები ჩაეხოცათ და მოეკლა და ქვები ესროლათ მათთვის. ხელისუფლება ილი ამას არ გააკეთებდა. აი ოპოზიციის ბრალია, გავიქეცი და შიშით, მეც იძულებული ვიყავი და ბევრი ჩემი მეზობელი არ მიდიოდა და გაიქცა მერე და მიეცა, გათო. აი ეს იყო ხელისუფლების მიზანი, როდესაც ეს სპეცოპერაცია დადგეს. ჩემი ეჭვია ასეთი, დაჟინებით არ ვამბობ. ეს უნდათ სწორედ. რომ შემდეგ 8 საათზე არჩევნების დასრულების შემდეგ შედეგები გადაეფარათ, ყურადღება გადაეტანათ, თავიანთ მომხრეებში თუ სხვის მომხრეებში мотиваცია შეეცვალათ და აი ეს გაეკეთებინათ, რასაც თქვენ ამბობთ. კი, ეს კარგად ჩაფიქრებული. ცბიერი გეგმა იყო ჩემი აზრით, პირადი ჩემი აზრით. და მოვა დრო, როდესაც ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. მოვა ეს დრო ნამდვილად. 5-5-7 88 55 88. ზარია ეთერში, გისმენთ. ალო? ეთერში ხართ, გისმენთ. ახალგაზრდა კაცი ხარ, შვილო. რატომ ჭორიკნო? ხალბატონო, ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას? რა გზით მიდის ქვეყანა თქვენი აზრით? ერთი რა გინდა? რა გზით მიდის ქვეყანა თქვენი აზრით? კითხვა ასეთი გვაქვს. გვერდზე ჭორიკნო, კითხვა ასეთი გვაქვს, კარგით. ნუ აი, ხომ ხედავთ, ეს არის სტილი აგიტატორებისა უბნის, რომლებიც ხელფას იღებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის მოქმედებები განახორციელონ საკუთარ უბანზეც და შემდეგ სხვადასხვა დავალებებსაც იღებენ. უბნის აგიტატორები, ხელფასიანი. კი, ვიცით, ეს სისტემა არსებობს ნამდვილად და მრავალი წელია ჩვენ ამას ვხედავთ.
სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი ნაცნობიც უბნის აგიტატორია ერთ-ერთ რაიონში და მან მომიყვა ამ სქემების შესახებ, რასაც უბნის აგიტატორებს ავალებენ, რომ შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს ყველას, ვინც მართლ გუნდს არ დაუჭერს მხარს, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა Facebook აქტივობებში, სატელევიზიო ჩართვებით, მოახდინოს შეურაცხყოფის მიყენება იმ ჯგუფებისთვის, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ. ეს არის სტილი. კარგად გააზრებული და დაგეგმილი სტილი. ყველგან Facebook-შიც, ტელევიზიითაც, რადიოშიც შემოგეჭრებიან ასეთი პიროვნებები და ცდილობენ დანერგონ რაღაც საზოგადოებრივი აზრი. მაგრამ არ გამოსდით არაფერი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ილია. მოგესალმებით. ქვეყანა მიწის გაკრეფილი გზით. დიდი უბედურება იმ წუთიდან დაიწყო, როცა გაკრეფა გამოაცხადა. გაკრეფილია ოპოზიცია. გაკრეფილია ახალგაზრდობა და მე გამოგვიცხადა წადით და იმუშავეთ მონებას და მე დაგიფინანსებთ გზასო. მეტი რა უნდა თქვას ახლა გვითხრა ამ კაცმა ჩვენ რომ გავკრიფავ შუაში. ეს შუაში არის გონიერი ქართველი ახალგაზრდობა გადახვეწილი სხვის გროშებზე, სხვის მონად. და ეს არის მონათმფლობელური თქვენ ნუ ეძახით ფეოდალურ სახელმწიფოს მონათმფლობელურ სახელმწიფოში ვართ და ვისაც მოწონს იცხოვროს ამ გზით და ჩვენ არ მოგწონს ეს არ შეიძლება ქვეყნის ასე დაბეჭაება და 70% რომ მიიღო მე დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტიდან ის აღარ ყოფნიდა და მეტი უნდა დიდი მუცელი აქვს ხორ ძალიან დიდი არ მითხრათ ახლა არაკორექტული ხარ და ხორებს უწოდებ ხორებს არა აქვს ამათ ადამიანის სახე და წორიკნობით ესენი რო წორიკნობენ და თავბრუს ვახვენ რაღაც სისულელებით მე არ უსმენ ამათ უკვე გადართული მათ სხვა არხებზე როგორც კი ესენი გამოვლენ ის დამერწმუნით უსმენ იმას მარტო კინოები როა რუსული და უკრაინული ამათ აღარ უსმენ უკვე როგორ შეიძლება ამათი მოსმენა შეგწყვეტ ჩვილმომავლის მაინც უჩვენეთ ამათ იმისი აბულაძის ფილმი მონანიება და ხვალ მოელით ის დღე ხშირად გავუსვით ეს ფილმი გეხვეწებით. სამწუხაროდ არ შეგვიძლია ამ ფილმის გაშვება ქალბატონო, იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელმა კანონმდებლობამ, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო, აგვიკრძალა ქართული ფილმების ჩვენება ეთერში. დაასრულეთ? მადლობა, დიდი მადლობა ზარისთვის. ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ უნდა გვიხაროდეს, უნდა ტაშს უკრავდეთ, ბედნიერი ვიყოთ. რა გზით, საით მივყავართ, ეს არის ჩვენი შეკითხვა, რას იტყვით დღევანდელ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია. ზარია, გისმენთ? თქვენ რა გზაზე მიდიხართ? ბატონო? თქვენ რა გზაზე? მე რა გზაზე მივდივარ, ამ წუთას არ არის საინტერესო. საქართველოს უფრო მნიშვნელოვანია. ბიჭო, პატარა 5-5-7-88-55-88 არც ერთ შემთხვევაში არც შეურაცხყოფას, არც თავდასხმას არავიდან კონკრეტული უბნებიდან შემომავალი ზარების ავტორებისგან, რომლებიც არიან აგიტატორები კონკრეტული პარტიის, შესაბამისად საქმეზე ვისაუბროთ, ნუ იქნებით ასეთი გაბრაზებული და ნუ იქნებით ასეთი შეურაცხმყოფელი სხვების მიმართ. ეს მინდა გითხრათ, ხოლო როდესაც ჩვენს ქვეყანას ღუპავენ, აი მაგაზე უნდა ბრაზობდეთ ყველანი და ვბრაზობთ კიდევაც დარწმუნებული ვარ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. შეკითხვა იყო, რომ რა გზაზე მივდივარ. დიახ. მე მგონი ნორმალურად ვიტარდება ყველაფერი და სწორ გზაზე მივდივარ. ქვეყანამ მე მგონი დამოუკიდებლობა ერთია და თავისუფლება მარცხებისაგან, როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან, ისე სამხრეთიდან და ისე ჩრდილოეთიდან. აი ეს არის შემი. კეთილი, დიდი მადლობა თქვენ მინდა გითხრათ, სხვათა შორის ჩრდილოეთ კორეაშიც სატელევიზიო პროპაგანდა აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი ბედნიერია, არჩევნებში 100%-ით იგებს მართველი კომუნისტური პარტია, მაგრამ სინამდვილეში უკიდურესი სიღარიბეა, ქვეყანა სრულებით იზოლირებულია, წინ ვერ მიდის ეს ქვეყანა, ჩაკეტილ განადგურებულია ქვეყანა და ფხენიანის კადრები, რაც ინტერნეტში ვრცელდება, რამდენიმე
ძირითადი შენობის და ცენტრის გარდა ჩამოქცეულია სახელმწიფო. აი რაღაცას პარალელს ვავლებ ახლა თუ კარგად დააკვირდებით. მორიგი ზარია გისმენთ? ალო? გამარჯობა, გისმენთ. ილია გენეთვალე, გული არ გაიტეხო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. თქვენი ყოველმხრივ დაჯაგრული ქვეყნის საკეთილ ღირსეული თავმოყარე მთავრობა თავის მოქალაქეებზე უკეთესად არ უნდა ცხოვრობდეს და თუ ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული უნდათ ხმას ვაძლევთ პატრიოტებს საჭიროა ჩატარდეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ნები ჩამოერთვას ადრე სახელმწიფოსა და ხალხის მიერ შექმნილი ქონება ერთ მუჭახ ყვარყვარებს რაც უჭიროა უმოქმედო უსუსური პარლამენტი და პრეზიდენტის აპარატი ზედმეტი ბარგია გაჭირვებული ქართველების გულგრილობა მიგვიყვანა ქვეყნის აქცევამდე პატრიოტული საკითხები ხალხის თანადგომით პროფესიონალ პატიოსან ადამიანებს უნდა გადააწყვეტინოთ. მაინტერესებს ნაციონალები რომელ ნაციას ეკუთვნია და ემსახურებიან. მათ ინკლაუბაში დროებადი და გატაკდება ქვეყნის მოსახლეობა. ეხლა ერთი რამ უნდა გქონდ 14 წლის ბიჭის ლექცია უნდა დაგეკითხოთ. ღვინის მაგიე ხის ძველი კასრი სიბრძნით სიქველი თვალისება ჭკუა თუ გვექნება მახვილზე ბასრი ერს ღირსება მაშინ ღირსება არავის ეგონოს რომ ქართულთა გონიერება ჩარეცხეს ეხლა ერთი რამ პატრიოტთა ალიანსს უსურვებ პოზიციაში მოსვლას ხოლო მეოცნებე მთავრობას უსურვებთ ოპოზიციაში ყოფნას რადგან გამდიდრდნენ ჩვენს ხალხზე და შეუძლიათ თავიანთი დანაპირების შესრულება. აი მოიხსნიან პასუხისმგებლობა ერის წინაშე. მადლობა ქალბატონო თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ამ პოზიციისთვის, ასეთი საუბრისთვის. გეთანხმებით იმაშიც, რომ პერსპექტივა მოუკლეს როგორც პენსიონერს ცხოვრებისა და ეუბნებიან რომ მოცლარს გადმოგიგდებ და ამით იცხოვრე ბატონო და პერსპექტივა მოუწყვეს შუახნის ადამიანს თუ ახალგაზრდასაც რომელსაც არანაირი პირობები ღირსეული ცხოვრებისა აქ არ გააჩნია ერთადერთი გზა რჩება ახალგაზრდობის დიდ ნაწილს რომ წავიდეს ქვეყნიდან აი ასეთი საქართველო შემოგთავაზეს სადაც ინდოელებით პაკისტანელებით ბანგლადეშელებით ივსება ჩვენი სამშობლო და სხვა უცხოელებით აგრეთვე ქართველი კი გარბის. ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული საკრებულო, თვითმმართველობის ერთპარტიული ორგანოები, არანაირი არჩევნები, როგორ შეიძლება 21 საუკუნეში ჩვენ აი აქამდე მივსულიყავით ამ უბედურებამდე, რაც გვაქვს. არ მაინტერესებს არავის აზრი, მე ვიქნები და რასაც მინდა გავაკეთებ. აი ეს არის ფეოდალური მიდგომა საზოგადოების მიმართ. ფასები იზრდება, გადასახადები იზრდება, საბანკო პროცენტები იზრდება, დემოგრაფიაში საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს და დემოგრაფიულ პოლიტიკაზე არავინ არ ფიქრობს. სხვათა შორის არც ოპოზიცია იკლავს თავს ამაზე ფიქრით. და ამ ვითარებაში გვეუბნებიან ჩვენ რომ თურმე მოხიბლულია ხალხი მართველი კლასით და 100%-მა დაუჭირა მათ მხარი. თითო კანდიდატი იყო ზოგიერთ რაიონში მერობისა, მარტო ერთი კანდიდატი ყავდათ და იმ ერთმა კანდიდატმა 100%-ით გაიმარჯვეს. იმდენად საშინელი იყო წინა საარჩევნო გარემო, რომ მარტო ერთი პარტიის რეკლამა ჩანდა, მარტო ერთი პარტიის ბანერები იყო ძირითადად გაკრული. და ეშინოდა საზოგადოებას ოპოზიციის ნაწილსაც განსაკუთრებით ეს რაიონში, რომ საკუთარი ოპოზიციური კანდიდატურა წამოეყენებინა არჩევნებში და სწორედ ეს არის საბჭოთა გზაც და ეს არის ჩრდილოეთ კორეის გზაც და საერთაშორისო იზოლაციის გზაც. სამწუხარო რეალობაშია დღეს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვუსურვებ რომ
ყველაფერი კარგად იყოს. არ შეშინდეს საქართველო, ყველაფერი კარგად იქნება თუ ერთად ვიბრძოლებთ. ილია ჩაჩიბაია ვარ, ნახვამდის.